რას გულისხმობენ, როცა ამბობენ, რომ ღვიძლი დაეშალაო და როგორ დავიცვათ ღვიძლი? გეტყვით 5 ბუნებრივ გზას. ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ორგანოა ჩვენს ორგანიზმში, მაგრამ დღეს მაინც ადამიანების დიდ ნაწილს ღვიძლის პრობლემა აქვს. ეს უდიდესი რიცხვია, ზრდასრულების 30%, ანუ თითქმის ყოველ მესამე ადამიანს ღვიძლი აქვს დაავადებული. საქმე იმაშია, რომ ღვიძლს თავიდან არანაირი სიმპტომი არ ახასიათებს. ღვიძლის დაზიანება უმეტესად იწყება 30 წლიდან. ერთადერთი ადამიანმა, რაც შეიძლება შეამჩნიოს, არის შედარებით დიდი მუცელი. ანუ სისხლში თუ გაიზომავს, ტრიგლიცერიდები შეიძლება იყოს მომატებული. ან ქოლესტერინი, ან უბრალოდ ჭარბი წონა. თავიდან ღვიძლში ცხიმი უბრალოდ გროვდება, როგორც ტვირთი საწყობში, მაგრამ შემდეგ ეს ცხიმი ხდება მომწამლავი. ამას ლიპოტოქსიურობა ჰქვია. ეს ცხიმის უჯრედები გამოყოფენ სხვადასხვა მოლეკულებს და აზიანებენ ღვიძლს. თავიდან ღვიძლის უჯრედები ახერხებენ აღდგენას. მაგრამ როცა ეს დაზიანება წლები გრძელდება, ღვიძლის უჯრედები საბოლოოდ კვდება და ის ჩანაცვლდება სხვა ქსოვილით, რომელსაც ღვიძლის ფუნქციის შესრულება აღარ შეუძლია და ამას ფიბროზი ჰქვია, ხოლო ფიბროზი თუ დიდხანს გაგრძელდა, უკვე ციროზში გადავა და შემდეგ ამბობენ ღვიძლი დაიშალაო. ახლა გეტყვით, რისი გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ დავიცვათ ღვიძლი. პირველი რაც უნდა გააკეთო, არის რომ დაიკლო წონაში სულ რაღაც 3-10 კილოგრამით საკმარისია, რაც უფრო მსუბუქია პრობლემა, უფრო ცოტას დაკლებაა საკმარისი. ლოგიკა ის არის, რომ როცა წონას იკლებ, მუცლის ცხიმი იწვის, შემდეგ ნაკლები ცხიმი შედის ღვიძლში. ასევე ინსულინის მგრძნობელობა უმჯობესდება, ნაკლები შაქარი გარდაიქმნება ცხიმად. შედეგად ღვიძლში ნაკლები ახალი ცხიმები გროვდება, უკვე არსებული კი ნელ-ნელა იწმინდება. თუ ადამიანს უკვე ღვიძლის ფიბროზი აქვს, მაშინ მეტი წონის კლება ჭირდება. ზოგადად ნელი და ხანგრძლივი კლება მიიჩნევა საუკეთესო გზად. მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის ვარჯიში რეგულარულად. მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ვარჯიში ღვიძლს მხოლოდ იმიტომ არ ეხმარება, რომ კალორიებს წვავს, არამედ ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს. როცა ადამიანი მოძრაობს, კუნთი მუშაობს, კუნთი იწყებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვას და მის მოხმარებას, ინსულინის ეფექტი უმჯობესდება და ნაკლები შაქარი გარდაიქმნება ცხიმად. შესაბამისად, ღვიძლი ნაკლებად ცხიმოვანდება. რაც უფრო აქტიურია კუნთი, მით უფრო ნაკლები ცხიმი მიდის ღვიძლამდე. მეორე მექანიზმი ისაა, რომ ვარჯიშის დროს სხეული უკეთესად იყენებს ცხიმოვან მჟავებს, ანუ ცხიმებს წვავს და მუცლის ცხიმიდან მოაქვს ეს ცხიმები პირველ რიგში, როცა ვარჯიშის დროს იწვება და ეს ღვიძლში დაგროვილი ტრიგლიცერიდები ნელ-ნელა მთავრდება. და აქ არის ძალიან საინტერესო ნაწილი, რომ ვარჯიშს შეუძლია ღვიძლში ცხიმი შეამციროს მაშინაც კი, როცა სასწორზე კლება არ არის. ანუ ვარჯიშს ყოველთვის აქვს აზრი. მაშინაც კი, თუ პუტკუნა ხარ, ან თუ მსუქანი ხარ, ვარჯიშს აქვს აზრი. საუკეთესო კომბინაცია, საუკეთესო პრაქტიკა არის კომბინაცია აერობული და ანაერობული ვარჯიშების, დღეში მინიმუმ 30 წუთი. და კვირაში 2-3 ძალისმიერი ვარჯიშები, ან ძალისმიერს იგივე ანაერობულ ვარჯიშებს ეძახიან. აერობული ვარჯიშებია სიარული, სირბილი, ცეკვა, ცურვა, ტენისის თამაში. ანაერობული ვარჯიშებია მძიმეების აწევა. და აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული რჩევა ისაა, რომ ყველაზე მარტივი და რეალისტური მეთოდია ჭამის შემდეგ 10-15 წუთის სიარული. ეს რჩევა ამცირებს შაქრის პიკს სისხლში, აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას და ყოველდღიურად ამცირებს ღვიძლზე დატვირთვას. მნიშვნელოვნად. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის ტკბილ სასმელებზე უარის თქმა და ფრუქტოზის შემცირება. აქ არის ძალიან ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. არა მარტო შაქარი, არამედ ის ფორმა, რომლითაც ეს შაქარი შედის ორგანიზმში. როცა ადამიანი სვამს ტკბილ გაზიან სასმელებს, ან ენერგეტიკებს, ან ტკბილს, ჩაის და ყავას, ადამიანი შაქარს იღებს ძალიან სწრაფად და ამ დროს თითქმის არ არის ბოჭკო და არ აქვს დანაკლების შეგრძნება. ანუ ტვინი ამდენ შაქარს იღებს და მაინც ვერ აღიქვას სრულფასოვან საკვებად. ანუ ადამიანი თითქოს უბრალოდ სვამს რაღაცას, მაგრამ ღვიძლისთვის ეს შეიძლება იყოს შაქრის ძლიერი დარტყმა. და აქ არის მნიშვნელოვანი კომპონენტი ფრუქტოზა. ფრუქტოზას როცა იღებს ადამიანი, რომელიც ტკბილ სასმელებში ყველაზე ხშირად გვხვდება, სიროფებშიც, დესერტებშიც და ბევრ დამუშავებულ პროდუქტში ფრუქტოზა გვხვდება ძალიან ხშირად. ღვიძლი ამ ბევრ ფრუქტოზას ვერ უმკლავდება. ღვიძლმა უნდა გადაამუშავოს ეს ბევრი ფრუქტოზა, რასაც ვერ უმკლავდება, იმას გარდაქმნის ცხიმად. ანუ ფრუქტოზა პირდაპირ ცხიმად გარდაიქმნება. აი ეს ამ მთელი ამბავი.
ამას ქვია de novo lipogენეზი. ანუ თუ ადამიანს ტკბილები უყვარს, მოკლედ ტკბილი ჩაი, ტკბილი სასმელები და რაღაცეები, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ის არის, რომ ეს ფრუქტოზა ცხიმად გარდაიქმნება. და მე ადამიანს ეს ცხიმი შედის ღვიძლში, მუცელი უდიდდება და ასე შემდეგ. აი ამიტომ ღვიძლისთვის განსაკუთრებით ცუდია ტკბილის სასმელები. პური და ამ ბრინჯი შეიძლება იყოს ზედმეტი, მაგრამ ტკბილის სასმელი უფრო უარგისია. ეს უნდა დავიმახსოვროთ. და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. ეს არნიშნავს, რომ ხილი მტერია. ხილი თლიან ხილზეა საუბარი, შეიცავს ბოჭკოს, წყალს, ვიტამინებს, საკვებს, აქვს თავის სტრუქტურა, შეიძლება ნელა და ეს ყველაფერი ჯამში ეხმარება შაქრის პიკი ერთბაშად არ მოხდეს. განსხვავებით წვენისგან, კოლასგან, ჩაისგან და სხვა ტკბილიანი სასმელებისგან, რომლის პიკიც ან ტკბილი იოგურტით თუნდაც ან სიროფიანი ყავა და ყოველდღიური დესერტები უცებ გვაძლევს პიკს. აი ესა უდიდესი განსხვავება. ამიტომ მოვერიდოთ ტკბილის სასმელებს. ყველაზე პრაქტიკული რჩევა ეს არის. შემდეგი მესამე ბუნებრივი გზა არის ყავა დაახლოებით 2-3 ჭიქა დღეში. ვინც იტანს რა თქმა უნდა ყავას და ვისაც გადამეტებული მგრძნობელობა არ აქვს ყავის მიმართ. ეს შეიძლება ბევრთვის ჟღერდეს ცოტა უცნაურად, რადგან კოფეინი ასოცირებულია, რომ ეს ხოლმე მომიმატებს წნევას, ან ნერვიულობას ხო არ გამოიწვევს, ან აღგზნებას, ან რაღაცას. სინამდვილეში ის არის, რომ ყავა ერთი დადასტურებული სასმელია, რომელიც ღვიძლს ბრჭყალში წმენს. ანუ ადამიანები, რომლებიც ყავას რეგულარულად მოიხმარდნენ, 35%-ით ნაკლებად ჰქონდათ ღვიძლის გაცხიმონება, ღვიძლის დაავადებები და ფიბროზი. ეს არის რეალურად მონაცემები. ამიტომ ყავის მიღებას აქვს მნიშვნელობა და ყავა ერთ-ერთი დადასტურებულად ეფექტურია, ის იშვიათი სასმელ-საჭმელთაგანია, რომელიც დადასტურებულად მუშაობს ღვიძლისთვის. მექანიზმი სავარაუდოდ არის რამდენიმე. ერთი არის, რომ ყავაში მარტო კოფეინი არ არის, არის პოლიფენოლები, ქლოროგენის მჟავა და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანთების საწინააღმდეგო კომპონენტები, ანტიოქსიდანტები და ადამიანის ორგანიზმში ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს. ამცირებს ანთებით სიგნალებს. ნაწილობრივ აფერხებს აი იმ ანთებას და დაზიანებას, რაც ხდება ღვიძლში. მარტივად რომ ვთქვათ, ცხიმოვანი ღვიძლი თუ არის ოთახი, სადაც ნელ-ნელა კვამლი გროვდება, ყავა არ აქრობს ხანძრის მთავარ მიზეზს, ან თუ ბევრ ჭამ, ამას ყავა ვერ უშველის, მაგრამ ყავა შეამცირებს კვამლისგან დაზიანებას. ეს არის, ან ჭარბი კალორია რჩება, ინსულინური რეზისტენტობაც რჩება, მუცლის ცხიმიც რჩება, მაგრამ ღვიძლის დაზიანებას ამცირებს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც იცოდეთ, რომ ყავა უნდა იყოს ყავა ცარიელი და არა დესერტი ჭიქაში. ანუ არა შაქარი, არა სიროფი, არა კრემი, არა ნაღები, არამედ უბრალოდ ყავა უშაქრო. ეს არის საუკეთესო ვარიანტი, რადგან ისევ ეს არ გარდაიქმნეს შაქრის დარტყმას. ანუ შეიძლება გეგონოს, რომ რაღაც სასარგებლოს უკეთებს შენს ორგანიზმს და ამის საფასხოდ არ მიიღო შაქრის მაღალი დოზა. ანუ საუკეთესო არის ყავა უშაქრო, დღეში 2-3 პატარა ჭიქა, დაახლოებით ეს იქნება 200-300 მგ კოფეინი. ხო, ვისაც აქვს გულის აჩქარება, შფოთვა, ან უძილობა, ან ესეთი რაღაცები, მაშინ თუ მგრძნობიარე ყავის მიმართ, ან ადამიანები, რომელსაც 5 ან 10 ჭიქაც რო დალიონ, არაფერი არ მოხდით ყავაზე. მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც ერთი ჭიქა რო არ დალიო, შეიძლება ნახევარი დღე არ დაეძინოს მერე. თუ ღამე საღამოდ კენდალია რა, ან დღის მეორე ნახევარში თუ დალი. ამიტომ თუ მგრძნობიარე ხართ, მაშინ რა თქმა უნდა ყურადღებით უნდა იყოთ ყავასთან. და შემდეგი ბუნებრივი დახმარება არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს ომეგა-3, იმიტომ რომ ომეგა-3 იგივე თევზის ქონი ძალიან ბევრ რამისთვის არის კარგი. არა მარტო ღვიძლის გაცხიმოვნებისთვის, არამედ თავის ტვინისთვის, ეს ცხიმოვანი მჟავები შედის თავის ტვინის უჯრედების შემადგენლობაში, მემბრანის შემადგენლობაში, ელასტიურობას აუმჯობესებს, თვითონ მემბრანის სტრუქტურას აუმჯობესებს, ნეირონების სტრუქტურას აუმჯობესებს, მოკლედ, სისხლძარღვების მდგომარეობას აუმჯობესებს, ანთებას ამცირებს და ანუ ბევრი დატვირთვა აქვს რეალურად ომეგა-3-ს, ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო დანამატი, რაც შეიძლება მიიღოს ადამიანმა არის ომეგა-3. მეორე მხრივ, ომეგა-3 შეუძლია ტრიგლიცერიდების შემცირება, ანუ ტრიგლიცერიდები არის ის ცხიმი რეალურად, რაც ღვიძლში გროვდება, ან იმ ცხიმს ამცირებს პირდაპირ, რაც გროვდება ღვიძლში. შეუძლია დაეხმაროს, რომ ინსულინ რეზისტენტობა გაუმჯობესოს. ოღონდ არა ეხლა
ომეგა-3 არ წარმოიდგინოთ როგორც დიაბეტის წამალი, ასე არ არის რა თქმა უნდა, მაგრამ თავისი როლი შეგვიძლია რომ შეასრულოს. ორ კომპონენტს შეიცავს ძირითადად ომეგა-3, ეს არის EPA და DHA, ანუ ორი სხვადასხვა მოლეკულა, რომელიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ერთი არის რომ მემბრანების შემადგენლობაში შედის და ეს უჯრედებს იცავს და უჯრედის სტრუქტურას აუმჯობესებს, ტვინის უჯრედებს განსაკუთრებით და მეორეა რომ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს ძლიერი. და ომეგა-3 ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რაც იყენება ხოლმე ტრიგლიცერიდების დონის შემცირებისთვის ღვიძლში და ხშირად არის რომ მე ჯამში ომეგა-3-ის რაღაც დროის მიღების შემდეგ ეს ღვიძლის ანთებითი ფერმენტების ღვიძლის ანთებით მარკერების ALT და AST დონე მცირდება ხოლმე. აი ესა. ხო, ეხლა ასე არ უნდა გავიგოთ რომ ღვიძლის ფიბროზი აქვს ადამიანს და მიიღოს ომეგა-3 და ეს უშველის, მაგრამ დაეხმარება როგორც დამხმარე საშუალება შესაძლებელია და ბუნებრივად ერთ-ერთი საუკეთესო. და მეხუთე გზა არის ბოჭკოვანი, განსაკუთრებით სილიუმი. ეხლა რაშია საქმე? ბოჭკოვანი პირდაპირ არ შედის ღვიძლში. ბოჭკოს მიღება შეგიძლია მაგალითად სილიუმის უთა ბოჭკო ამ შემთხვევაში. და ან წყალში იხსნება, დალევ და შემდეგ ჟელესავით ფორმას, გელივით ფორმას მიიღებს, მოკლედ კუჭში და ნაწლავებში და სხვა კომპონენტებს, სხვა საკვების ათვისებას ანელებს და სისხლში გლუკოზის დონის დასტაბილურობას ეხმარება და ეგ არის მთელი მუღამი, ესე ვთქვათ, როგორც მოქმედებს და მეორეს მხრივ კიდე სასარგებლო ბაქტერიებს ამრავლებს ეს ხსნადი ბოჭკო და სასარგებლო ბაქტერიები გამოყოფენ სასარგებლო ნივთიერებებს, სასარგებლო მოკლე ჯაჭვოვან ცხიმოვან მჟავებს გამოყოფენ, რომელიც აუმჯობესებს იმუნიტეტსაც, ანთების შემცირებასაც ეხმარება და ინსულინის მგრძნობელობის გაუმჯობესებასაც ეხმარება, ან მეტაბოლურ კონტროლს ეხმარება. ანუ ბოჭკოს ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეუძლია, მოკლედ და ასევე ქოლესტერინის შემცირებაშიც ეხმარება, ამიტომ რომ სილიუმი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც შეიძლება მიიღოს. სხვა იკითხავს ადამიანს, სხვა ხო არ არსებობს სხვა ბოჭკოები. კი როგორაა, ბოსტნეული, ლობიო, ოსპი, შვრია, სილიუმი თავისთავად, ჩიას თესლი, სელის თესლი, ესენი ყველა შეიცავს ბოჭკოვანს, მაგრამ ყველა პრაქტიკულად მიისწევს სილიუმი, პირდაპირ იყი. ახლა მაგალითად შვრით რომ მიიღო ხსნადი ბოჭკო საკვები, ხო? 100 გრამი შვრია უნდა მოხარშო და ვისაც მოუხარშავს 100 გრამი შვრია, მშრალი შვრია მოუხარშავს და 100 გრამს 500-600 მილილიტრი წყალი უნდა დაამატო და უზარმაზარი პორცია გამოდის და ბევრი ადამიანი ამ უზარმაზარ პორციას ვერ ჭამს და სილიუმი შესაძლებელია რომ 10 გრამი პირდაპირ გახსნა ძალიან. ხო, აი ეს არის ისა განსხვავება ამათ შორის. და შემდეგი ბონუსი, რასაც ვიტყოდი, ღვიძლისთვის რაც შეიძლება გააკეთო, არის პრობიოტიკები, ბერბერინი, კურკუმინი და სილიმარინი, ესენია საკვები დანამატები, რაც მნიშვნელოვანია. ეხლა ესენიც რა თქმა უნდა დამხმარე ელემენტებია, მაგალითად პრობიოტიკები, ან სასარგებლო ბაქტერიები, რომელსაც იღებ და რომელიც ნაწლავში მე სახლობენ, ხო? ეს არის ღვიძლის ფერმენტების დონეს აუმჯობესებს, ზოგიერთი კვლევები ტრიგლიცერიდებს ამცირებს და ანთების მაჩვენებელს ამცირებს. აი ეს არის დადასტურებული ეფექტი, რაც არსებობს პრობიოტიკების მოქმედებაზე ღვიძლში, ამიტომ რომ პრობიოტიკებს აქვს მნიშვნელობა. ეხლა ბერბერინი უფრო მეტად არის მეტაბოლური დანამატი, ეს რას ნიშნავს, რომ ინსულინის მგრძნობელობას აუმჯობესებს ბერბერინი მოქმედებს როგორც CO4 და ეს გლუკოფაჟი და ესენ მაგებს რო ვამბობთ ხოლმე. ბერბერინი მოქმედებს როგორც მაგალითად CO4, გლუკოფაჟი, ეს პრეპარატი მეტფორმინის მოლეკულის სხვა პრეპარატებია. აი დაახლოებით ეგეთი მოქმედება აქვს და ანუ დიაბეტის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს მოკლედ. ხო, არ არის ისეთი ძლიერი როგორც მაგალითად მეტფორმინი, მაგრამ მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად ეფექტურია. და არის მეტაანალიზები, რომელთაც ამცირებს ღვიძლის ფერმენტებს, აუმჯობესებს ლიპიდურ სპექტრს, აუმჯობესებს ინსულინის მგრძნობელობას, შესაბამისად, ანუ ჯამში მნიშვნელოვანია. ხო, ოღონდ აქ მნიშვნელოვანია ბერბერინი ურთიერთქმედებს დიაბეტის წამლებთან, წნევის წამლებთან და სიფრთხილით უნდა იყოს გამოყენებული. ამიტომ ყველასთვის უნივერსალურად კარგი არა, იმიტომ რომ თუ უკვე მეტფორმინის სვლა, მაგალითად ბერბერინი როგორც წესი საჭირო არ არის. ახლა კურკუმინი არის იგივე კურკუმას ამბობს ზოგი. ხო, კურკუმას
კურკუმას მთავარი მოქმედი ნივთიერება კურკუმინი. ეგ არის კავშირი მათ შორის, რაცა მთავარი ლოგიკა ისე რომ ეგ ამცირებს ანთებას და ოქსიდაციურ სტრესს. და არსებობს მეტაანალიზები, რომლითაც აი კურკუმის ვინც იღებდნენ გასხმონებული ღვიძლი ვისაც ჰქონდა იმ ადამიანებს შეუმცირდათ ეს ანთების მაჩვენებელი, თუმცა უნივერსალურად ეფექტური არ არის, რომ ყველასთან ეფექტი ქონდეს, მაგრამ ან თავისი როლი აქვს მოკლედ კურკუმისაც. ბოლოს არის სილიმარინი იგივე ბაყაყურა, ხშირია ძალიან იყიდება. უძველის დამცავი ეფექტი აქვს და ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს და არის კვლევები, რომლის მიხედვითაც გაცხიმონებული ღვიძლი ვისაც ჰქონდა იმ ადამიანმა სილიმარინმა შეამცირა ALT და AST-ის დონე, ანუ ეს ალანინ ამინოტრანსფერაზა და ასპარტატ ამინოტრანსფერაზა. ეგენი არის ღვიძლის ფერმენტები, რომელიც ანთების მარკერებია და მათი დონე შეამცირა. ხო, ფერმენტების გაუმჯობესება არ ნიშნავს იმას, რომ ღვიძლის ფიბროზი გაქრება, მაგრამ ღვიძლს იცავს, ან ღვიძლის დამცავი ფუნქცია აქვს. ხო, სპეციფიურ შემთხვევებში შესაძლებელია, რომ აცეტილცისტეინის გამოყენება და რაღაც ეგენი სპეციფიურ შემთხვევებში ვიტამინი E, ამიტომ აქ არ ჩამოვთვლი, მაგრამ თავისი როლი მათაც შეუძლიათ გქონდეთ. ხო, ამიტომ ღვიძლისთვის ჯამში რაც უნდა გააკეთო, ის არის, რომ შაქრები უნდა შეამცირო, წონში უნდა დაიკლო, ბოჭკო უნდა მიიღო საკვებით და ანტიოქსიდანტები შეგიძლიათ და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტები მიიღო, მაგალითად ომეგა-3-ით და ან მაგალითად სილიმარინით. ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.